ამ განაჩენით დადასტურდა ერთი მარტივი რამ. სასამართლო არის რეალურად პროკურორებისგან თავისუფალი. იუსტიციის მინისტრმა ეს შეფასება ბაჩუ ახალაიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, ორ ეპიზოდში ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის უდანაშაულო ცნობა აჩვენებს, რომ სასამართლო პროკურორებისგან თავისუფალია. თუმცა მინისტრის თქმით, პროცესი არ დასრულებულა და ბრალდების მხარე განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. ვიცე-პრემიერი კახი კალაძე კი ფიქრობს, რომ ბაჩუ ახალაია მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმ სისტემის ერთ-ერთი იდეოლოგია, რაც ციხეებში იყო დამკვიდრებული. Ჩემთვის რამდენადაც ცნობილია საქმის მასალებში არის გამოძიების დროს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება ბრალის შესახებ და პროკურატურა გაორმაგებული ძალისხმევით თუ კი ისინი გადაწყვეტენ და მე როგორც ვიცი გადაწყვეტენ განაჩენის გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში კიდევ უფრო მეტი შემართებითა და სერიოზულობით დაუჭერენ ბრალდებას მხარს და პლუს ამას დაემატება ისიც, რომ სავარაუდოდ სააპელაციო მოსამართლე გაცილებით უფრო კომპეტენტურია, ვიდრე პირველი ინსტანციის მოსამართლე. პირდაპირ უშუალოდ შეიძლება ახალაი არ მონაწილეობდა ადამიანის წამებაში, მაგრამ სისტემა, რომელიც შექმნილი იყო ამ ადამიანების მიმართ, ამ ყველაფრის იდეოლოგი გახდათ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამგაშები, ამაზე საუბარი მე მგონი ზედმეტია. ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ეპყრობოდნენ იქ მყოფ ადამიანებს და დამერწმუნებით ალბათ ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე თუ არ მოდის ზემოდან. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზეკა ბესელიას კი მოსამართლე გიორგი დარახველიძის მიმართ კითხვები აქვს, რომელმაც განაჩენი გამოიტანა. ბესელიას აინტერესებს არჩევნების შემდეგ დარახველიძის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა შემთხვევითობა იყო თუ ეს გამიზნულად მოხდა. როგორც ის თავის Facebook-ის გვერდზე წერს, დარახველიძე ის მოსამართლეა, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში სასამართლოს თავმჯდომარე იყო და ოცნების აქტივისტებს პლაკატების გაკვრისათვის აპატიმრებდა. ამიტომ მის სამართლიანობაში ბესელიას ეჭვიებარება. ნაციონალურ მოძრაობაში კი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარის სისუსტით ხსნიან. დავით ბაქრაძის თქმით, 7 თვის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა საშუალება დაენახა სხვადასხვა მეთოდებით, როგორც ცდილობდა პროკურატურა ახალაიას დამნაშავე ცნობას. 7 თვის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას თავად ჰქონდა საშუალება ეხილა და მოესმინა მთელი პროცესისთვის და ალბათ იმ ფონზე, რაც საზოგადოება მიხილა იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარე გამოიყურებოდა სრულიად უსუსურად, იმ ფონზე, როდესაც ყველას გვახსოვს მოწმეები, რომლებიც ხელის გულზე დაწერილი შპარგალკებით საუბრობდნენ, ყველას გვახსოვს პროკურორები, რომლებიც პროცესზე კარნახობდნენ მოწმეებს და შუაში მანდატურები ჩაუყენეს, რომ არ ეკარნახათ პროკურორებს მოწმეებისთვის, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე მოწმემ თვითონ სასამართლოზე შეცვალა ჩვენება ბაჩუ ახალაიას სასარგებლოდ, ამ ფონზე და ბრალდების მხარის ასეთი მოუმზადებელი და უსუსური მოქმედებების ფონზე, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს ნამდვილად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს სასამართლომ გამოიტანა. ნაციონალური მოძრაობის შეფასებებს ემთხვევა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებიც. მათი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრალდების მხარის სუსტი მტკიცებულების შედეგია. ოპოზიციის ნაწილი ახალაიას მიმართ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამო იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის გარდა მთავრობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. უნდა გადადგეს არა მარტო მთავარი პროკურორი, არამედ იუსტიციის მინისტრიც, ვინაიდან მთლიანად ერთიანობაში უნდა იქნეს მოაზრებული დღევანდელი დღე, როგორც პროკურატურის ცუდი მუშაობა, ისე სასამართლო რეფორმა, ორივე ერთად და სასამართლო რეფორმას რა თქმა უნდა ბრჭყალებში ხმარობს, სასამართლოს ანტირეფორმა, ასე უნდა დავარქვათ. აი ეს ორივე ერთად გახდა მიზეზი იმისი, რომ დღეს ქართულ ხალხს დასცინეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. აი ესეთი ჩამოუყალიბებელი პოზიცია, რომელიც დღეს მთავრობას გააჩნია, უკვე საფუძველს იწვევს იმისა, რომ მთავრობა მთლიანად გადადგეს, აიღოს პასუხისგებლობა, რომ ვერ ერევა იმ რეჟიმის ნაწილებს, რომელი რეჟიმის პარლამენტმა აღიარა. როგორც პროკურატურა, ასევე იუსტიციის სამინისტრო არათუ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, არამედ გამოავლინა აბსოლუტური უსუსურობა და არაკვალიფიცირება კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან თუ კი მათ არ იყოთ კვალიფიკაცია საიმისოთ, რომ
საქართველოში საზოგადოების სერიოზული ნაწილის წარმოდგენებით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური ფიგურის მიმართ დაეგროვებინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მოეპოვებინათ სერიოზული მოწმეთა ჩვენებები, მაშინ მათ არც უნდა დაეწყოთ ეს პროცესი ასე ნაჩქარებად. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე არ გამკვირვებია ეს, არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური ქართული ოცნების ხელისუფლების უსუსურობის და უუნარობის და სამწუხაროდ თუ ასე გაგრძელდა, ვითარება იქნება ძალიან მწვავე, იმიტომ რომ ეს იწვევს ხალხში ძალიან სერიოზულ უკმაყოფილებას. დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით აშკარად გამოჩნდა ის ფარული სამარცხინო გარიგება ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, რომელიცაც პროგნოზებს ჩვენ და საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებდა და მინდა თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი უთამოყარეო საქციელი ქართული ოცნების მხრიდან ახლა უკვე და რა თქმა უნდა უსამართლო საქციელი. მე მინდა გითხრათ, რომ ამისთვის ძალიან მკაცრად პასუხს ქართული ოცნება, მთავრობას და პარლამენტის და ამ პასუხს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრის ჯანსაღი ნაწილი მოთხოვს ახალ მთავრობას სწორედ შემოქმედებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩუ ახალაია და მასთან ერთად სამხედროებისადმი არა ადამიანურად მოპყრობასა და ზვია დაბესაძისათვის თავისუფლების უკანონო დახკვეთის საქმეზე ბრალდებული კიდევ 7 პირი დღეს უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა განაჩენის მიღების შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისათვის ემზადება.